მოგასმენებთ ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმესთან დაკავშირებით ქართული ოცნება არათუ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის ვერდიქტს საერთოდ ბრალის წარდგენასაც კი არ ელოდება ჯერჯერობით ბაჩუ ახალაიას მხოლოდ დაკავებულის სტატუსი აქვს ის მოთავსებული არის ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში თუმცა ქართული ოცნების წევრები მას უკვე აცხადებენ დამნაშავედ 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარ ორგანიზატორად და აკეთებენ განცხადებებს, რომ თითქოს ახალაია ცდილობდა მიმალვოდა გამოძიებას, თითქოს ცდილობდა გაქცეულიყო, დაეტოვებინა ქვეყანა. საინტერესოა, რა იციან საქმის მასალებთან დაკავშირებით ოცნების წევრებმა, მაშინ როდესაც საქმის მასალები ჯერ დაცვის მხარეს ბაჩუ ახალაიას ადვოკატსაც კი არ გადასცემია. მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს თავად ბაჩუ ახალაია აორგანიზებდა და ამ გამოძიებამ, სუსის გამოძიებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელიც მათ შორის იმ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული გმირების დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს. გულისხმობ ბატონ ბურჭულაძეს და სხვადასხვა აქტორებს, არის გადატრიალების საქმე. ნამდვილად არ გაუკვირდება საზოგადოებას, თუკი ძალოვანი სტრუქტურები ბოლომდე დაადასტურებენ და დაადგენენ იმას, რომ ბაჩუ ახალაიას ჰქონდა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ ქმედებაში, რომელიც განხორციელდა თბილისში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სახით. რა თქმა უნდა, არც ის არის გასაკვირი, რომ ერთდროს მაღალი ნაცმოძრაობის ხელისუფლების ჩინოსანი კვლავ შეეცადოს რევანშს მიაღწიოს ძალადობრივი მეთოდებით და ამაში კონდეს აქტიური როლი. თუმცა ბუნებრივია ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს სასამართლო განაჩენს, რაც ფიქრობთ, რომ სწორედ არ იქნება ბაჩუ ახალაიას სასარგებლოდ, რადგანაც ყველაფერი აქამდე არსებული მტკიცებულება მის ბრალეულობას მიუთ. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ მას ჰქონდა მცდელობა ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისა. ბუნებრივია ეს ფაქტი პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ახალაია ცდილობდა თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისგან ქვეყნის საზღვრის დატოვების გზით. შეიძლება ხდებოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლასაც. ბაჩუ ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში აბსოლუტურად არავის არ უნახია, ხო? გამომდინარე აქედან ამ გაგებით, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, ძირშივე, ასე ვთქვათ, არ არსებობს ესეთი ფაქტი არ არსებობს რამოდენიმე მრავალი წლის განმავლობაში. ის რომ ოცნებისთვის უდანაშაულობის პრეზუმპცია არაფერს არ ნიშნავს, ეს არაერთხელ დადასტურებულა. ახლა ბაჩუ ახალაია ელოდება ბრალის ოფიციალურად წარდგენას ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. ადვოკატი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შევა თავდაცვის ყოფილ მინისტრად ჯერჯერობით პროკურატურა არ ამბობს, როდის აპირებენ ბრალის წარდგენას ბაჩუ ახალაიასთვის. დიდი ალბათობით ახალაიას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო ხვალის სჯელებს.